მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ვნახოთ პროგნოზი სექტემბერში რა გველოდება ჩვენ, ხო? მაკეთებ იმ პრინციპით, როგორც ყოველთვის, ხო, ჩვენი სამი სფერო, თავიდან ახლა მინდა რომ სიგნიფიკაცია თქვენი ვნახო და დღეს კიდე მინდა აი აქ ავიღერთი დასტა. ნახოთ ახლა ჩვენ როგორი თქვენი სურვილი ასრულდება, ანუ რა სფეროში, ხო? თქვენ რაღაცას ჩვენ ხო ვფიქრობთ, რაღაცას ჩავიფიქრებთ იმაზე, მაგრამ სამყარო უფრო კარგად იცის ჩვენთვის რა არის უფრო კარგი და უკეთესი და ამიტომ ჩვენ ვკითხოთ, რომელ სფეროში ასრულდება ჩვენი სურვილი. ნახოთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვინმე ვისთვის არის ეს გაშლა დღევანდელი პროგნოზი, იმიტომ რომ შეიძლება სამივეც რეზონირდება, შეიძლება რომელიმე რეზონირდება, ну იცით თქვენ ახლა ვინც უკვე ყოველთვის ჩემთან არის, ვინც არ არის, მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე. მე ვარ კარმული ტარონომეროლოგი, ფსიქოლოგი, ენერგოპრაქტიკოსი და ადამიანი, რომელსაც უყვარს სხვების თქვათ, კარგად ყოფნა. всё. ვნახოთ ახლა ჩვენ ვისთვის აი ასე შენ, ესე დაგმალავთ, რომ ვიყურებ აქ, ხო? ისუნიკონა. так, შემდეგი ჩვენ ვნახოთ ახლა რა ენერგიებს უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება. რა ენერგიებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ვინც უკვე ნახა ამ კვირაში რა კარგი, რა მაგარი იყო გაშლა, ხო, პროგნოზი. ამ კვირისთვის თუ არ გინახეთ, ნახეთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი რაღაცა. так, რას უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება რა ენერგიებს. ну, რა თქმა უნდა, დავიწყოთ ჩვენ როგორც ყოველთვის იმ სფეროზე, რა სფეროც არის ჩვენი საქმიანობა, პირადი დანიშნულება, ბიზნესი, სწავლა, ვნახოთ ვისთვის რას გვეტყვიან სექტემბრის თვეში. ანუ ისეც კიდე არ დამავიწყდეს აქ. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. так, ჩვენი საქმიანობა სექტემბერში. ფინანსები, так, ეს უკვე მზად არის, არ უნდა მაგას გამზადება. ფინანსები სექტემბერში და პირადი ურთიერთობა რას ვის ელოდება პირად ურთიერთობაში, ეგაც გითხოთ ახლა ჩვენ ტარო, რით გაგვახარებს, ხო? ურთიერთობაში. და ახლა არც ვიცი, მე მგონი არც უნდა ჩაიფიქროთ, უბრალოდ უნდა კიდე ჩაიფიქრეთ. ჩვენ ნახოთ რომელ სფეროში გაგვიმართლებს ჩვენ, ანუ ჩვენი სურვილი, ხო, შეიძლება იყოს მატერიალურშიც რაღაცა, შეიძლება კარიერაში, შეიძლება ურთიერთობაში, ხო, რაღაცა გვაქვს ჩვენი ოცნებები, ასე რომ ვთქვათ, აი ჩვენ ვნახოთ რაში გაგვიმართლებს, რომელ სფეროში, აი რაღაც ეგეთი უცნაურობა მომივიდა დღეს და ვნახოთ აბა რატომ. აი ეს ბოლოს ვნახოთ ჩვენ. всё. მზად ვართ ჩვენ, დავიწყოთ. так, ჩაიყავა მოამზადეთ, წვენი, ვის რა გიყვართ და დავიწყოთ. ვახ და ვახ. ну, ჩემო გოგოებო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მე შემიძლია გითხრათ, რომ ვიღაცასთან დასრულდა ურთიერთობა, ვიღაცამ დაკარგა. აი ნახეთ, მე ამას იშვიათად ვამბობ, ეგეთ რამე, იმიტომ რომ ახლა საჯარო გაშლაში, მაგრამ ვიღაცამ დაკარგა პირდაპირი გაგებით ადამიანი, რომელიც ძალიან გიყვარდათ. შეიძლება აი ასეც ვთქვათ. მიხვდებოდი თქვენ, ვისთვისაც იქნებოდა ეს თემა. ეს საყვარელი ადამიანი შეიძლება იყოს არა მხოლოდ პარტნიორი. всё. დანარჩენებისთვის შეიძლება თქვენ დაკარგეთ ადამიანი, რომელიც გიყვარდათ. დაასრულეთ ურთიერთობა.
ვიღაცისთვის იქნება სიტუაცია, ვინც თქვათ საყვარელი სამსახური და კარგად აუშვათ, ხო? კიდე ვიღაცისთვის იქნება სიტუაცია, რომ დაამთავრეთ თქვენ რაღაცა პერიოდი თქვენი ცხოვრების, შეიძლება არც ისე ცუდი იყო დაუშვათ რაღაცა, მაგრამ თქვენ გრძნობთ, რომ რაღაცა უდიდესი ცვლილებები მოდის თქვენ ცხოვრებაში. კიდე არის მომენტი, როცა თქვენ უკვე მზად ხართ იმისთვის, რომ მიიღოთ ეს ცვლილებები. კი, საერთოდ როგორ არის, რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ვცხოვრობთ რაღაცა, თქვათ, პერიოდში, ასე ვთქვათ, ხო? ყოველთვის ახლა ის ცუდი არ არის, ეს პერიოდები კი არის ეგ რაღაც სხვადასხვა მომენტები, მაგრამ რაღაცას ვეჩვევით, ხო? და აი ეხლა არის ესეთი მომენტი, როცა რა თქმა, აი თუ დააკვირდებით თქვენ ცხოვრებას, აი თითქოს რაღაცა სცენარიები იცვლება და იცვლება მთელი ცხოვრების მანძილზე. აი აქ რაღაცა სცენარი დასრულდა. მაგრამ თქვენ ამას გრძნობთ ძალიან კარგად, ხო? და პრინციპში კი ძნელია, მაგრამ აი რადგან აქ თასების მეფე უფრო ისეთი გადასწორებული ენერგია, როცა ადამიანმა აი ბევრს ფიქრობს, აი თითქოს ნახეთ, აქ უკვე ლოგიკაც არის და გრძნობაც, იმიტომ რომ გოგოები ჩვენ ახლა თასების დედოფალი ცოტა ისეთი იმპულსიური ტიპია, ხო? მაგრამ თასების მეფე ეს უკვე ადამიანია, რომელიც იცის მართვა ენერგიების, ანუ თავისი ენერგიების, თავისი სფეროს ენერგიების, ხო? ანუ მე კი ვიცი, რომ რაღაცა იცვლება ჩემ ცხოვრებაში, კი მე რაღაც ანალიზს ვაკეთებ, მაგრამ მე ამას ვიღებ მადლიერებით რა, იმიტომ რომ აქ უკვე ადამიანი ან არის თვითონ პრაქტიკოსი, რომელიც დიდი ხანია უკვე არის, თქვათ, ან ფსიქოლოგიაში, ან ეზოტერიკაში, ხო? ადამიანი, რომელიც იცის ეს კანონები, კარმული კანონები იცის და მაგრამ მაინც ადამიანი არის, ეს ადამიანი მაინც ადამიანია, ხო? და მარტო კი სულის დონეზე მე მესმის, რომ ეს უნდა მოხდეს, მაგრამ როგორც ადამიანს მაინც ახლა განვიცდი, იმიტომ რომ ყველაფერი ისე მიდის, რომ აი რა ვქნა, ახლა ვუყურებ როგორ მიდის ჩემი რაღაცა ცხოვრების, თქვათ, ეტაპი და კი ვიღებ მადლიერებით ყველაფერს, კი მადლობა იმისთვის, რაც იყო, მაგრამ ცოტა განცდები მაინც გაქვთ. აი ეს არის რამდენიმე სიგნიფიკაცია, თუ იცანით, უკვე გადავდევართ ჩვენ იმაზე რა სექტემბერში რა ენერგიებში იქნებით. ანუ აქ თითქოს ზაფხული მთავრდება და თქვენს რაღაცა ეს უნდა იგრძნოს, საერთოდ კოშკის ენერგია ეს როცა მე ვგრძნობ, იმიტომ რომ ეს არის როგორ შეიძლება ხასიათებით ცვლილება, შეიძლება აქ даже წნევა აგიწიოთ, თქვათ, ან დაპირიკით დაგიწიოთ. ანუ რაღაცა არის აი გადასვლები რა, ხან ისე ხარ, ხან ასე ხარ რა და რაღაცა შეიძლება აფორიაკებასაც გრძნობდეს, შეიძლება შიშებიც გქონდეს, სხვათა შორის რაღაცა აფორიაკია, ისეთი რომ რა ხდება, რა არის ეს, რა ხდება, ვერ გავიგე, ყველაფერი იცვლება, შეიძლება ზოგს ურთიერთობაც დაკარგოს, ზოგმა თქვა სამსახური, ზოგმა თქვა რაღაცები რა, მაგრამ ამისი არ უნდა გეშინოდეთ, როცა რაღაცა მიდის, ეს ძალიან კარგი არის თქვენთვის, ესე იგი თქვენ გაშორებენ იმისგან, რაც უკვე აღარ გჭირდებათ. მიხვდით? პროსტო კი მესმის, რომ ადამიანურ დონეზე რა ძალიან რთულია, რომ ეს აღიყვა რა. მაგრამ აქ ხა თასების მეფე ხო კიდევაც გითხარით. აქ უკვე ადამიანმა პრინციპში უნდა ხვდებოდეს, რომ მიხვდით, ხო? всё, ვნახოთ ახლა სექტემბერში რა ხდება. აქ ნახეთ რა საინტერესო მომენტი მოგდის ჩვენთან რა. აქ სხვათა შორის არის აი ეს ტრანსფორმაცია ნახეთ. აქ ხა მე-16 არკანი როცა არის, ეს არის როცა უკვე всё რაღაც პერიოდებს წავიდა, მაგრამ აქ გამოცდილება შენ წამოიღე, თქვათ, მომავალში, ხო? მე-13 ენერგია გვეუბნება, რომ როგორც იყო, ისე აღარ იქნება. აქ კიდევაც გვაჩვენებენ, რომ შეიძლება თუ დაუშვათ აი აქ ურთიერთობაზე, თქვენ კიდე სიტყვაზე ელოდებოდით თქვენს პარტნიორს, შეიძლება აქ იყოს ეგა, თქვათ, ხო, დაუშვათ და აი აქ უკვე თქვენ აღარ დაელოდებით, მოდით ასე რომ თქვა. იმიტომ რომ აქ არის დიდი ალბათობა იმისი, რომ შეიძლება პირიქით შემოვიდეს ადამიანი ისეთი, როგორიც არასოდეს არც ყოლიათ.
მივხვდით? შეიძლება ისეთი, რომელიცაც თქვენ დიდი ხანი, ელოდებოდეთ ან წარმოიდგენდით რა, ანუ თქვათ, რომ შეიძლება ეგეთი რაღაცა იყოს. ეს რაც ეხება ურთიერთობას, თუ ურთიერთობა არა, მაშინ საქმეში მოხდება რაღაცა გარდატეხვის პერიოდი, ფინანსებში რაღაცა გარდატეხვის პერიოდი მოხდება, ისეთი, რომ რასაც შეიძლება კი ბატონო, ახ არის უკვე იმპერატორი, მაღალი არკანები გველაპარაკება, კი ბატონო. აქ არის თქვენი პროფესიონალიზმი იქნება დაფასებული. შეიძლება თქვენ ელოდებოდით დაუშვათ, როდის დამაფასებენ, როდის თქვათ ახლა მაღიარებენ, ხო, თქვენ პროფესიონალიზმს აჩვენებთ, მაგრამ ვიღაცას როგორც თქვი, შეიძლება ახალი იმპერატორიც შემოვიდეს. მაგრამ აქ არის მონათესავე სული. ანუ აქ არის ადამიანი, რომელიც თქვენ გენატრებოდათ. აქ არის ადამიანი, ვიღაცასთან შეიძლება მოხდეს დაბრუნებაც რა, როცა შენ უკვე აღარ ელოდები და უცბად დაბრუნდა. ეს ხა საჯარო გაშლა, იმიტომ ვამბობ ამას, თორე ისი აქ არის მონათესავე სული. მოდის, იმიტომ რომ ხო გითხარით, რომ უკვე თითქოს აღარც ველოდებოდი, რომ ჩემ ცხოვრებაში შემოვიდეს ესეთი ადამიანი, რომელიც თქვათ, ვისთანაც მე ვიქნები ვიგრძნო რა, არ მიყვარს უბრალოდ ეს თქვა, რომ ვიქნები ბედნიერი, იმიტომ რომ ბედნიერი შენ უნდა იყო ისედაც კაცის გარეშე რა. კაცი უბრალოდ ეხლა ეს როგორც კაცი, არ აქვს მნიშვნელობა, კაცი ხარ თუ ქალი ხარ, შენ ისედაც უნდა იყო ბედნიერი და უბრალოდ შენ როცა ხარ სრულყოფილი, მე ამ სრულყოფილ ენერგიაზე მოდის უკვე ესეთი პიროვნებაც რა, როგორც იმპერატორი, იმიტომ რომ ეს არის უკვე ისეთი ადამიანი, რომელიც როცა შენ უკვე არ ელოდები რაღაცას, რომ მოვა ეხლა ვიღაცა ჩემთან და ჩემ პრობლემებს გადამიწყოს. შენ თვითონ ხარ უკვე პასუხს აგებს შენ ცხოვრებაში, შენ თვითონ და შენ პარტნიორი არ გჭირდება იმისთვის, რომ თქვათ რაღაცა დამეხმაროს და ჩემ პრობლემები თქვათ ეხლა გადამიწყვიტოს, რომ თქვათ საჭიროება მოითხოვს და იმისთვის მინდა. არა, სრულყოფილი ხარ, შენ თვითონ შეგიძლია ყველაფერი აბსოლუტურად, უბრალოდ შენ გინდა სიყვარული, ადამიანი ვისთანაც შენ გაყოფ ამ შენ თქვათ ეხლა ბედნიერებას და არა იმიტომ რომ გჭირდება. გაიგეთ? აქ ესეთი მომენტი არის რა. თან ძალიან შემიძლია ეკითხრათ, ეს მოხდება ძალიან რაღაცა ძალიან ჩქარობს თქვენთან სიყვარული, რაზეც თქვენ მართლა, აქ არის, იცით როგორი მომენტი, რომ თქვათ, რაზეც შენ даже არც გეოცნებია ისეთ რაღაცას გაძლევენ, კი. აქ დაიმსახურ, აქ საგვარეულო გიგზავნის შენ რაღაცა სასწაულ მომენტებს რა. მოდით ახლა გადავიდეთ ჩვენ. აქ ძალიან დიდი ცვლილება მოდის. გეუბნებით რაღაც თითქოს მოულოდნელი კიდე შემიძლია ვთქვა ვიღაცესთვის, იმათთვის, ვისაც გააქვთ თქვენ სტაბილური ურთიერთობა. მოდით აქაც ამასაც გეტყვით. ვისაც გააქვთ სტაბილური ურთიერთობა, ვისთანაც თქვენ დაუშვათ არანაირი ჩხუბები და რაღაცები არა და აქ სხვა თემებს შევეხე, მე ახლა სიგნიფიკაციაში ბევრი სხვა რამეც ვთქვი. აქ არის იცვლება თქვენი ურთიერთობა თქვენს პარტნიორთან. ის ადამიანი შეიძლება იყოს სადმე даже არ გამომიკვირდება, თქვა საზღვარგარეთ ან სადმე შორს იყო და ან შეიძლება გაიცნობთ ვიღაცას, თქვა გაცნობილი ყავთ ადამიანი, ან გაიცნობთ აქ სექტემბერში ვიღაც ადამიანს. ვინც გაიცნობთ, ეს იცოდეთ, რომ გამოგზავნილი არის სამყაროდან კი არა, даже საგვარეულოდან, დიდი სიყვარული მოდის, მაგრამ ვისაც გააქვთ ურთიერთობა, ქმარია და კარგად ხარ და არანაირი ხარვეზები, არაფერი არა გაქვთ, აქ რაღაცა ახალი ეტაპი გეწყება თქვენ. მიხვდით? თუ წასული იყო თქვენი ქმარი, შეიძლება ვერ მოდიოდა რაღაცა, მოდის აქ და მშვენივრად კარგად იქნებით აქ. მიხვდით? რაღაც თითქოს ახალი ეტაპი, რა, ახალი განახლდა რაღაცა, ეს დაშორება თქვენთვის იყო კარგი, იმიტომ რომ განახლებულია ის ურთიერთობა. მიხვდით? მიხვდებით თქვენ, რომ მინდა მე ამ ადამიანთან ურთიერთობა და ზუსტად ეს მომენტი, რომ არც მეოცნებია, არც მეგონა თუ საერთოდ შეიძლებოდა, რომ ეგეთი რამე მომხდარიყო ჩვენ ურთიერთობაში. კი, იმიტომ რომ აქ როგორ არის, იცით, სხვანაირად მეგონა იქნებოდა და ამ დროს ისეთი მოხდა, რომ ძალიან ისეთი თქვათ გაიზარდა, შეიძლება შეიცვალა, ისეთი თქვათ დაბრძენდა,
აი რა ვიცი, ეგეთი მომენტი მოდის, მაგრამ ვისაც არა, იცოდეთ რომ აქ არის ახალი პარტნიორი, ვინც მართლა იქნება ისეთი რომ აი რომ არც მიოცნებია, იმიტომ რომ არის ზოგჯერ ახლა აი ასეთი მინდა, ისეთი მინდა წერთ რაღაცას, მაგრამ უფრო კარგს თქვა გაძლევენ. მიხვდით? ეს რა თქმა უნდა თქვენ განწყობაზე დამოკიდებული. Так, დავიწყოთ ახლა ჩვენ, ესე იგი კარიერა, კარიერა, აკაც რაღაცა პერიოდი. აჰა, ნახეთ როგორი მომენტი არის. აქ რაღაცა პერიოდი, როგორი არის. სტაბილურობა იქნება ძალიან მაგარი. აქ თუ დაუშვოთ თქვენ მუშაობთ ინტერნეტ სივრცეში, იქნებით თქვენ მან გექნებათ რაღაცა ძალიან მყარი პოზიცია, ძალიან ესეთი სტაბილური პოზიცია. როცა თქვენზე შეიძლება თქვათ აქ მთელი სოფლიო გაიქოს. Ну არ ვიცი, შეიძლება თქვათ ახლა ინტერნეტში გახვალთ დაუშვათ, ხო? კიდე თუ დაუშვით ხარ საზღვარგარეთ, იქ მოღვაწეობ, ანუ ინტერნეტში თუ მუშაობთ, თქვენ ცოტა რომ სტაბილურად იქნებით, ძალიან კარგად იქნებით. ანუ აქ ვაჩვენებენ, რომ იმენა რაღაცა კარგი პერიოდი გაქვთ რა, სტაბილური. და იმენა აი აღიარება არის, მაგრამ აქ არის ესე რა ქვია, კი, ну всё, სწორედ თქვი ახლა. აღიარება, როცა თქვენ ახლა ნამდვილად, აი ის თუ დაუშვათ, შეიძლება ზოგმა გადაწყვეტილება მიიღოს მასშტაბირობა გავაკეთოთ ჩემი საქმიანობის, დაუშვათ ონლაინ სწავლა გინდათ სიტყვაზე, ხო? ეგაც კი ბატონო, თქვენ ნამდვილად ძალიან მაგრად, აი თუ ჩაბარება რამე ეგეთი ყველაფერს ჩააბარებ, თუ თქვა უცხოეთიდან მოგივიდეთ რაღაცა არის თქვა ზოგი ხო უცხოეთში მიდის სასწავლებლად, კი ბატონო, ყველა ვარიანტში კმაყოფილი იქნებით, ფულისაც ნახავთ, იგზის ფულსაც და ყველაფერს. თუ ვიზას ელოდებით, კაც სამუშაო ვიზას ელოდებით, კი ბატონო, მაგასაც მიიღებთ და იქნება თუ შეთავაზებას ელოდებით საზღვარგარეთ, კი ბატონო, გექნებათ. თუ დაუშვათ ახლა გეუბნეთ ონლაინ მუშაობა გინდა თქვათ ახლა დაუშვათ თქვით რომ აღარ მინდა ოფისში, მინდა უკვე თქვათ უფრო მასშტაბირობა გავუკეთო ჩემ ბიზნესს და გავიდე უკვე თქვათ ონლაინ, კი ბატონო, მშვენივრად კარგად მიგიღებენ, აღიარება გექნებათ, პლუს კიდე აქ თქვენ ბოლოს და ბოლოს თუ ელოდებოდეთ წინსვლას, ესეც გექნებათ აუცილებლად. დიდი სიხარული არის აქ რაღაცა და ვინც უკვე მუშაობთ თქვენ ახლა ონლაინს და თქვათ შეიძლება რაღაცა საქონელსაც იქ თქვათ არეკლამებთ, ხო? აკაც ნამდვილად შემიძლია იგით, აი აკაც არის ესე 7-იანი თასები ზოგჯერ აჩვენებს იმენა რეკლამას რა ინტერნეტში, აი აკაც ნახეთ გვაჩვენებენ რომ დიდი იქნება ისე რა ქვია მოთხოვნილობა თქვენს თქვათ, ну რასაც თქვენ თავაზობთ რა იმაზე რა, იმ საქონელზე რა. აკაც ახლა ჩვენ რო მარტო ურთიერთობას რო არ შევეხოთ და სხვა რამესაც რო შევეხოთ, აქ არის თქვენი პროფესიონალიზმის აღიარება. შეიძლება თქვენ აქ რაღაც სხვანაირად დაიწყებთ ახლა თქვათ მოღვაწეობას სიტყვაზე, ხო? შეიძლება სამსახურს შეცვლით და ეს სამსახური თქვენთვის იქნება ან მიმართულებას თქვათ დაუშვათ, რომელიც გქონდა თქვენ, ან შეიძლება, ну, რა შედეგსაც ელოდებოდეთ, იცვლება ეგა, ხო? აქ დაფასება არის. აქ უკვე თითქმის აი უკვე ადამიანი უყურებს იმას, რომ აი ნახე როგორი შემოსავალი მაქვს, როგორი აი აქ რაღაც შემოსავალის მიღება, ანუ ხო არის კლასიკაში აქ რომ 7-იანი პენტაკლების რომ მე ველოდები შემოსავალს, აქ უკვე უყურებს ადამიანი თავის შემოსავალს, რასაც რაღაცა გავაკეთე და ან სხვანაირად კიდე აქ რაღაცა ახალი შანსი, ახალი შეთავაზება, ხო გეუბნებით, რომელიც იქნება თქვენთვის ძალიან საინტერესო, სადაც თქვენ შეძლებთ გამოაჩინოთ თქვენი, ანუ ის პროფესიონალიზმი, იმიტომ რომ იმპერატორი არის ყოველთვის პროფესიონალიზმი რა. და რა თქმა უნდა, აი სრულიად ხო თქვენი რეკლამა თუ გაუშვით ან რაღაცა, მაგრად იმუშავებს, თქვენთან მოვა, ანუ ახალი ნაკადი წამოვა თქვენსკენ და ძალიან კარგად იქნებით. ანუ აქ არის კომფორტული, ეს არის ზუსტად ვინც აკეთებთ მედიტაციას, თქვათ იმაზე, რომ აი მე ვარ ცხოვრობ სიუხვეში, მე ვთქვათ, ჩემთან მოდის ფული იოლად, მე აქ ახლა არ არის ის მომენტი, რომ თქვათ მე ახლა ვირივით ვმუშაობ და მაგიტომ ვინც ეგრე მუშაობს, იმასთან ფული არ მოდის, ან მოდის ძალიან ცოტა და მცირე. მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვინც აი ასე იღებს
გადაწყვეტილებას, რომ ბოლოს რაღაცა უნდა შევცვალო მე ჩემ ცხოვრებაში და ვიყო დაკავებული იმ საქმედ, რომელიც მე მომწონს და მიყვარს, აი მაგ ადამიანთან შემოვა აი ეგეთი რამე. იმიტომ რომ თუ შენ მუშაობ მხოლოდ ფულის გულისთვის და არა იმისთვის, რომ შენ გესიამოვნოს და რა თქმა უნდა მე მეტი აზღაურობენ, თუ რა ეს არის შიში, როცა ხო აბა ეხლა მე რაც მომწონდა მაგით რო დავკავდეო, მე საიდან მექნება ფული, გექნება უფრო მეტი ვიდრე გაკ. უბრალოდ ადამიანს ეშინია დაკარგვა თავისი კომფორტის ზონის, ეშინია, მაგრამ მაღალი ძალები ისე მუშაობენ, ჩვენ აქ მოვედით განვითარებისთვის. მაინც მოგიწყობენ ისეთ სიტუაციას, რომ გაიძულებენ თუ ვერ იზავ შენი ნებით რამის კეთებას, ან თუ საერთოდ ეწინააღმდეგები დარჩები იმ ენერგიებში, რაიმე ხუთ ენერგიები რო არის და იჯდები იქ, მაგრამ აქ მე ვერ ვხედავ ესეთ ადამიანს, მე აქ ვხედავ ადამიანს, რომელიც აკეთებს, რომელიც ცდილობს, რომელსაც აქ წინსვლა, რომელსაც უნდა გამოჩენა თავისი პროფესიონალიზმის და ანუ ეძებს და აქ თავის თავს და აქ არის გახსნა შენი ნიჭის, აქ საგვარეულო არის შენს გვერდით და ძალიან ჩქარა. ანუ ეს არის გეუბნებით თუ მანიფესტაციებს აკეთებდეთ, თუ აკეთებდეთ მედიტაციებს იმაზე, რომ ფული შემოდის ადვილად, მე ვცხოვრობ სიუხვეში, თუ ვინც წერს ამ მადლიერების დღეურებს და ასე შემდეგ, აქ თქვენ და აი იმაში გოსპელი სექტემბერში უკვე შემოდის აი ეს მაგარი ცვლილება, აქ სულ ტრანსფორმაცია, მაგრამ ჩქარი, ხო ხედავს, მე-13-იც, მე-16-იც, მე-20, ანუ ეს სულ ტრანსფორმაციები არის. ძალიან კარგი, მე მომწონს, ნუ ყოველ შემთხვევაში რაც ეხება კარიერას, აქ ძალიან ყველაფერი აი სტაბილურად, როცა მე მომწონს, როცა ენერგია გაქვს, იმიტომ რომ მე ვაკეთებ საქმეს, რომელიც მომწონს, რომელიც მიყვარს. შეიძლება თქვენ აქ მიდგომა შეცვალოთ და უშვათ და თუ რამე საქმეს აკეთებ, იმაში ნახავთ თქვენ რაღაცას კარგს, ხო, დაუშვათ ულმე ამბებიას, მაგრამ კი ახლა შეიძლება ეს არ მომწონს, მაგრამ მე ახლა ამაში კარგს რას ვხედავ? ვთქვათ, ელემენტარული რაღაცა კარგ რამეს იპოვით თქვენ იქ და აი ეს მოგცემს თქვენ მეც ენერგიას. всё. ფინანსები. ნუ ფინანსებში არის როგორი მომენტი, ანუ შეიძლება იყო რაღაცა სიტუაცია, რომელზეც თქვენ ახლა ნერვიულობდით, შეიძლება შემოდიოდა რაღაცა თანხები, მაგრამ ეს თანხები თქვენ არ გაკმაყოფილებთ, ხო? იმიტომ რომ ნუ რაღაცა იყო ის სიტუაცია, რომ კი ვითომ ახლა რაც მე სუმთლად ისე ვერ იყავით, თქვათ, რომ დაუშვებში არაფერი არ გქონდათ, მაგრამ რო გითხრათ კმაყოფილი იყავით, არა, მაგრამ ამ სიტუაციიდან გამოდიხართ თქვენ, იმიტომ რომ თქვენ ცხოვრებაში მართლა აქ თქვენ თითქოს როგორ იზავთ, იცი მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მე ვიყო აი კარგად რა ფინანსურად რო იყვენ თქვენ აქ უკვე შეიძლება გამოფხიზლდებით რა, შეიძლება იყო რაღაცა პერიოდები, რომ თქვა თქვენ ნუ ისვენებდით და უშვათ ხო და არ იყავით ესეთი აქტიური, ან შეიძლება ვერ ხედავდით, თქვათ ახლა რამე ისეთ შესაძლებლობებს, საიდანაც შეიძლებოდა რომ შემოსულიყო ფინანსები, მაგრამ ახლა უკვე თქვენ შეიბრძოლებით, აი გამოფხიზლება მოდის თითქოს რაღაცა კი, აქაც იმპერატორი, აგერ არის თქვენი იმპერატორი, აგერ არის თქვენი იმპერატორი, კი. აქ არის როგორი გამოცდილებაც აგერ არის და იცვლება, კი. ოიმე აი აქ კიდე მე-20 არკანი, კიდე საგვარეულო. ნუ ეხლა ნახეთ, აქ სიგნიფიკაციაში გვაჩვენეს უკვე ცვლილება, მე-20 არკანი, აქაც უკვე გამოჩნდა, ხო და გვანახეს ჩვენ და ამიტომ ეხლა არც გამიკვირდება, იმიტომ რომ აქ თითქოს როგორ არის, იცით? აი აქ პროფესიონალური, არ მინდა პროფესიონალურ შავურიო მე ეხლა ურპირპირადი, მაგრამ იცით რა, მაინც მინდა რომ რაღაც მომდეს, რომ შეიძლება ნახეთ, ახლა მე ხო გეუბნებით ყოველთვის, რომ საერთოდ ყველა ეს სფეროები რატო ერთად მარტო ამას ვთქვათ, ვიხილავ, ნუ მე ჯანმრთელობას უბრალოდ არ ვშლი. რატომ არის რა? იმიტომ რომ ადამიანი როცა დაუშვათ აი ასეთ ენერგიაში არის, როცა ყველაფერი იცვლება, აქ არ იცვლება მხოლოდ თქვათ მის ცხოვრებაში ერთი სფერო, ყველა სფეროზე მოქმედებს. შენ თუ დაუშვათ ურთიერთობაში ხარ, ცოტა ვერა ხარ,
ასე რომ ვთქვათ, პირად ცხოვრებაში, ხო? რა თქმა უნდა, მე ენერგიას კარგავ შენ, იცით, კარგავ, ძალიან ბევრი ენერგიას კარგავ, იმიტომ რომ შენ განიცდი, შენ ფიქრობ, შენ ახლა სულ მაგაზე აი წავიდა, დაინგრა, რა მეშველება, აი ასე და ისე და აი ეს ენერგია მიდის შენი, გაიგეთ და უკვე არ ყოფნი, მე უკვე ფინანსებზეც რო გითხარით, აი აქ რაღაცა იყო, უკვე თქვენ ამაზეც მოქმედებს ფინანსებზე, იმიტომ რომ ფინანსებზე თასები ეს ცოტა რაღაც არ არის კარგი, ხო ხდები და ამიტომ აქაც ახლა ფინანსურიც ცოტა მოიკოჭრებს, ხო გეუბნებით და ნუ ისე არა როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ აი აქ თქვენ გამოფხიზლდებით. მიხვდეთ, გამოფხიზლდები და იტყვით რომ და ბოლოს მე ვერ გავიგე, მე მინდა რომ ვიყო კარგად და ფინანსები, იმიტომ არის აი აქ რომ შეიძლება ვინმესთან მართლა მოხდეს როგორი სიტუაცია. აი ორ ვარიანტს გეტყვით, რა ვიცი, ეგრე მოდი. ან დაასრულებთ თქვენ საბოლოოდ ფიქრს თქვენ ყოფილ პარტნიორს ეს სიტყვაზე, ვინცდანაც გქონდა თქვენ ეს ურთიერთობა და შემოვა თქვენ ცხოვრებაში რაღაც ახალი ენერგია, ანუ გაანთავისუფლებთ თქვენ ენერგიას. მიხვდით? გაანთავისუფლებთ აი აქედან ენერგიას იმისთვის, რომ აი აქეთ ну და გაუშვებთ ამ ენერგიას აი აქ თქვენ საქმიანობაში. და ეს ძალიან კარგი იქნება თქვენთვის რა. აქეთ წამოვა, იმიტომ რომ ეგრევე თქვენ ნახეთ ენერგია, ნახეთ, ეგრევე იმპერატორის ენერგია მოდის, იმიტომ რომ თქვენ ახლა გიბრუნდებათ, შეიძლება სიყვარულის გამო გქონდათ აი აქ ეს პერიოდები, რომ ცოტა იყო შეჩერებული, მაგრამ იღვიძებთ, ისევ იღვიძებთ, ისევ. მიხვდით? პლუს კიდე ვიღაცა აქ გამოაღვიძებს თავის ნიჭს, რომელიც გქონდა მას, იმიტომ რომ აქ სუთასები, მაინც ისეთ ენერგიები არის რა. ну ენერგიის განთავისუფლებას მეუბნებიან მაინც რაღაცა დაბალანსდება, იცით, დაბალანსდება რაღაცა მომენტები აქ სექტემბერში და თქვენ ახლა რაშეც არის თქვენი პროფესიონალიზმი, შეიძლება კიდე თქვენ გამოაჩენთ თქვენს გამოცდილებას, ენერგიებით გელაპარაკებთ ახლა. აქ სხვათა შორის დაბრუნება შეიძლება ვიღაცას დაუბრუნებენ ვალს. რაღაცა ვალს დაგიბრუნებენ აქ. ну აქ როგორ არის, იცით, ცვლილება მიდის, რაღაცა ძალიან დიდი ცვლილება მიდის ფინანსებში რა, რაღაც ახალი შემოდის, ახალი შემოსავალი, ну აქ მაღალი ძალები თქვენ რაღაც საჩუქრებს გიმზადებენ, ну აქ ვნახოთ, იქნება აქ გვეტყვიან, შევხედოთ რა. ყველა ვარიანტში და საბოლოოდ რა ხდება. ну წინსვლა ყველა ვარიანტში ახალი შეიძლება თქვა, ზოგის ახალი კლიენტები, ახალი რაღაცა შემოდის, ნახეთ. იმპერატრიცა გვეუბნება ყოველთვის სიუხვეზე, სიმდიდრეზე, იმაზე, რომ მე რაც მინდა, იმას მივიღებ, მე მაინც კარგად ვიქნები, იმიტომ რომ აქ გვაჩვენებენ, რომ გამოდიხართ რაღაცა პერიოდიდან, ну ხო გეუბნე, შეიძლება აგვისტოში დასვენება გქონდათ და ცოტა დაგეხარჯეთ ფინანსები და რაღაც, აქ ისევ ერთობით თქვენ, ისევ თქვენ იწყებთ ახლა, ну თქვენ საქმიანობაში ისევ შედიხართ და უკვე თითქოს უფრო მეტი სიყვარულით, უფრო მეტი ქმედებები და ამიტომ აქ უკვე ბალანსდება ისევ ისიც და ახალი ნაკად, ახალი კლიენტებთან მუშაობ თქვა, ან შემოდის თქვენთან, ან ახალი შეიძლება იდეა მოგივიდეს აქ თქვენთან, მაგრამ აი აქ რაღაცა თითქოს ადამიანი კიდე ირჩევს, აი როგორც თქვი, საქმეს, რომელიც მას მოსწონს და ძალიან კმაყოფილი იქნებით, იმიტომ რომ ანუ თქვენ თუ თქვენ ენერგიას გაუშვებთ იქ იმ საქმეში, რომელიც თქვენ მოგწონთ, ხო? აი ბოლოს და ბოლოს აღარ შეგეშინდება თქვენ აი აქ მართლა შეიცვლება თქვენი ცხოვრება და ძალიან კმაყოფილი იქნებით თქვენი ფინანსური მდგომარეობით. ახლა ნუ იმპერატრიცაზე მეტი რა გითხრათ, ხო? რომ ახლა იმპერატრიცა არის თვითსიუხვე. აი ეგ არის. ურთიერთობა ვნახოთ, ურთიერთობაში, აჰა.
ნუ ხო გეუბნებით, თქვენ აქ მოერევით რაღაცა სიტუაციას, რომელიც იყო, რომელიც თქვენ გაწუხებდეთ. აქ ადამიანი ირჩევს პირველ რიგში თავის თავს და ხო გეუბნებით, აი რაც აქ თქვი, რაზეც გქონდა თქვენ ენერგია, სადაც გქონდათ თქვენ გაშვებული, აი აქ კაცებთან დაკავშირებით, თქვენი პარტნიორი თუ ვინც არის, მაგასთან დაკავშირებით, თქვენ ამ ენერგიას თითქოს სექტემბრიდან უკვე მობილიზებულები ხართ, გაიგეთ? უფრო თითქოს ახალი ენერგიებით უნდა შევივსო მე რა და უფრო უნდა მივხედო საქმეს და ამიტომ აქ არის როგორ და ან ჩემს თავს უნდა მივხედო მე აქ რა. იმიტომ რომ აღარ მინდა უკვე ეს რაღაცა მომენტები და აღარ შემოუშვებ მე არავის ჩემ ცხოვრებაში, ვინც მე აქ ნერვებს მომიშლის, გაიგეთ რა ხდება? მე ვირჩევ ჩემს თავს ვირჩევ რა. აი ესეთი პოზიცია გაქვთ თქვენ? თუ არა გაქვთ, ნუ არ ვიცი რა გითხრათ, იმიტომ რომ აქ აი თითქოს არ მივცი, იმიტომ რომ მე აქ დავიმსახურე, მე აქ ახლა მოვიპოვე ჩემი თქვათ გამარჯვება, ხო, სექტემბერში თქვენ მართლაც აი კარგად იქნებით და უკვე თუ დაუშვოთ ვინმე შემოვა, თქვენ მაგას კიდე ცოტა ისე შეხედებთ რა, რომ აი ახლა ხარ შენ ღირსი რომ შემოგეშვი ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მოიპოვებთ აქ სტაბილურობას და მე ეს როგორი თემა არის, როცა შენ ესეთ ენერგიაში ხარ, შენ უფრო მეტად იზიდავ ყურადღებას, იმიტომ რომ უკვე აღარ აი აქ უკვე ნუ შეიძლება ზოგი თქვათ რაღაცა პროცედურებს გაიკეთებს თქვათ, ხო? ან ზოგი თქვათ ეხლა ნუ რაღაცა თმის ფერს შეცვლის თქვათ, ნუ რაღაცას იზავ თქვენ. ყოველ შემთხვევაში შეხვალთ ისეთ ენერგიაში, სადაც უკვე ეს ენერგია მერე ნამდვილად მოიზიდავს აი აქ ისეთ სიყვარულს და ყველაფერს, რომ რა გითხრათ ხო მართალი ვარ, კი ბატონო, კი აი ცვლილებები ნახეთ. დასრულდება. აქ დასრულდება, აი აქედან, აქ ხო ხართ ამ ტრანსფორმაციაში, აქ დასრულება მიდის, თქვენი რაღაცა მძიმე პერიოდის დასრულება და რა მოდის. ბედნიერება მოდის თქვენთან, ბედნიერება. აქ ხო გითხარით, აქ რაღაცა თქვენი თავით იქნებით დაკავებული ძალიან, აი რაღაცა ჩემი თავი შევიყვარე. ნუ როგორც გითხარით, რაც გითხარით, რა ვიღაცა თავს, თქვათ, ვიღაცა გალამაზდება, ვიღაცად დაიწყებს, თქვათ, ახლა თავის, ნუ უფრო აქ უფრო თითქოს როგორ იცი, ნუ მეცნობაში მეცხრე ენერგია, ხო, სექტემბერი, ეს არის უფრო ესეთი ენერგია, თვით ენერგიაც არის, ანუ განდეგელის, უფრო თვითგანვითარების რაღაცა ხო ხდებით და ამიტომ არის აქ უფრო შეიძლება ემზადებით, აი აქ ვინც დაასრულა, აგერ არის თქვენი ეს იმპერატორი, შეიძლება მომზადების პროცესში იქნებით, გაიგეთ, როცა თქვენ თვითონ უფრო დაკავდებით თქვენი თავით. კი ბატონო, კი. მაგრამ აქ უკვე ხო გეუბნებით, აი აქ თქვენ უკვე არ წახვალთ ურთიერთობაში, სადაც იქნება მარტო თქვათ, ანუ ეს ნუ კარმული რო ვთქვა, ეს უფრო ადვილია ასახს ვინც იცის, ახლა ვინც მისმენს, მაგრამ ორი სიტყვით ახსნა, რომ ანუ მე დავფიქრდები, ვიდრე ისეთ ურთიერთობაში წავალ, სადაც აი თქვათ ახლა არის, ანუ ეგრევე მიმიზი და ეგრევე აი თქვა დაუფიქრებლად. ხო, დაინახა, ვიმე რა ლამაზია, რა კარგი ტიპია და რაღაცა და ეგრევე წავიდა არა, აქ მე დავფიქრდები, მე ძველს ჩემ შეცდომებს აღარ დავუშვებ, ჯერ დავფიქრდები, ვინ შემოუშვა ჩემთან ცხოვრებაში, კი ბატონო და ამიტომ პრინციპში აქ შეიძლება თქვენ ამ თვის განმავლობაში აქ რა ზუსტად არის აგერ ვიღაცა ადამიანი შეიძლება გამოჩნდეს თქვენ ცხოვრებაში, რომელიც ან მოგწერს ვიღაცა ნუ აქ შეიძლება გითხრათ, რომ ვიღაც შეიძლება ისიც მოგწერს, ვისთანაც თქვენ გქონდათ რაღაცა კონფლიქტი და მაგრამ აქ სერიოზული ადამიანის მე ვერ ვხედავ, რომ ეს ადამიანი იყო თქვენი სერიოზული პარტნიორი. პროსტა შეიძლება თქვათ, ახლა გიყვარდა რაღაცა და აქ ექნება თქვენ ცოტა ისეთი მომენტი, რომ ანუ რა ვქნა, რა გავაკეთო, შემოუშვა, არ შემოუშვა და რაღაცა და მაგრამ აქ ბედი იცვლება და აქ უნდა დაფიქრდეთ თქვენ ისე გინდა თქვენ იყოთ იმ ადამიანთან ურთიერთობაში, რომელთანაც შეიძლება გქონდათ აი
ვისაც დაკარგეთ და მარტო იყავით და ანუ მარტოობა შეიძლება გრძნო და სულ მაგას ელოდებოდეს, როდეს დაბრუნდება, როდეს მოვა, როდეს წავა და სულ მაგის მოლოდინში იყავით. აი აქ უნდა დაფიქროთ, მაგრამ აქ თქვენ ცივგონებას რთავთ, რომ აღარ მინდა რომ მე ახლა ისე თქვათ გავიმეორო ეგ სიტუაცია და ამიტომ აქ უკვე იმპერატრიცა რომელიც იქნება რომელიც უკვე დაფიქრდება ჯერ კარგად და ცივი გონებით, გაიგეთ და ჯერ დავფიქრდები, ჯერ ვაჩვენებ სიცივეს, აქ დავფიქრდები და მე შემოგიშვებ თუ არა ვიღაცას და ვიღაცა მოდის, იმიტომ რომ აქ ახლა თუ თქვენ ახლა ფიქრობდეთ რომ აღარაფერი ჩემ ცხოვრებაში აღარ იქნება მორჩა და დიდი ხანია, вообще შეიძლება თქვათ, ზოგი ფიქრობს რომ მე всё, მორჩა ჩემთვის ვიქნები, არავინ არ მინდა, არავის არ შემოუშვებ, ამდენი ნერვიულობა რა ჯანდაბათ მინდა, სრულიად მოულოდნელად შეიძლება აქ შემოვიდეს თქვენთან აგერა კიდე მეფეც და აგერ არის ახალი ადამიანი, იმიტომ რომ თქვენ ახლა მაგამ თქვენ მაინც ეჭვის თვალებს შეხედეთ, შეიძლება იცნობთ მაგ ადამიანს, მაგრამ როგორ იცნობთ, იცით, შეიძლება ადრე ეს ადამიანი არ იყო თავისუფალი და ეხლა თავისუფალი არის, დაუშვოთ და აქ სამკუთხედი არა მგონია, იმიტომ რომ თქვენ გაიქცევთ ყველა ვარიანტში ამ სამკუთხედებიდან, აი არავითარ შემთხვევაში თქვენ არ შეხვალთ, არ ძველ ურთიერთობაში წახვალთ, იმიტომ რომ ბევრს მუშაობთ თქვენ თავზე და უკვე თქვათ, არა, აქ უკვე ძველი რაღაცები არა, აქ დაამუშავეთ, აქ თქვენ მზად ხართ მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერებისთვის და მხოლოდ აი ესეთ ადამიანი გინდათ და უბრალოდ ეხლა ცოტაც დაელოდეთ და კი ბატონო, გექნებათ, კი, მოვა. ანუ სექტემბერი ძალიან საინტერესო იქნება. თუ გინდათ შეინახეთ ეს გაშლა, რომ მე თქვათ შეამოწმოთ და უშოთ როგორ იქნება, მაგრამ ეხლა ესეთი ეტაპი მოდის, ძალიან ბევრი ცვლილებები შემოდის, მაგრამ შემიძლია აღვნიშნო ერთი რამე, ცვლილებები შემოდის მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვინც თავის თავზე მუშაობს. რას ნიშნავს თავის თავზე მუშაობა? ვინც არ აბრალებს ვიღაცას, რომ ეს იმისი ბრალია ჩემ ცხოვრებაში, ეს რომ მოხდა, ეს ასე და ისე რა და ადამიანი, რომელიც პასუხს იღებს თავის საქციელზე, თავის ცხოვრებაზე. აი ეს არის, რომელიც ფიქრობს, რა შემიძლია გავაკეთო, რითი შემიძლია გავაუმჯობესო ჩემი ცხოვრება მე თვითონ და მე თვითონ რას ნიშნავს, რომ ან ვინმეს მივმართო, ვინც უკვე იცის, ხო? ან რაღაცა ტექნიკები გამოვიყენო, თუ თქვა, ან ვისწავლო რამე, ხო? აი ესე შემდეგ, ვინც არ დგას ერთ ადგილზე, აი იმათთვის, ვინც ეხლა მარტო აბრალებს იმას, რომ ეგეთები არც გაჩერდებიან ჩემთან ახლა გაშლაზე. იმიტომ ამდენს ვინ მოусმენს ახლა სადაა მაგის ნერვები, ხო? რაღაცა სწავლებზე და გაკვეთილებზე რომ მისმინოს. ხო და ამიტომ ეგეთი ადამიანებისთვის არ იქნება ჩემი გაშლები უეჭველი, რა ვქნა, არ გეწყენოთ არავის, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ახლა არც გეფერები, ვიცი რომ არავინ არ გაჩერდება ჩემს გაშლაზე, თუ არ მუშაობს თავის თავზე, ეგრევე გაიქცევიან. იმიტომ რომ ეს ამათთვის რთულია და მეუღებელია. იმსინი წავლენ იმ გაშლებს, სადაც ამბობენ რომ ბიჭიკო არის ძალიან ცუდი ბიჭი. ხო და კი ბატონო, უყურეთ რაზე ლაპარაკი, ყველას თავისი. აქ ჩემთან უფრო სხვანაირი აუდიტორია, ადამიანები, ვინც ფიქრობს განვითარებაზე, თავის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ვინცაც უნდა ეს მართლა რომ გაიგოს რისთვის ვარ აქ, რა მინდა, როგორ და ასე შემდეგ. სხვანაირი ადამიანები ძალიან პატივს გცემ, სხვათა შორის, ამიტომ რომ მე ამას ხედავ ნახვებით, რა თქმა უნდა, არ არის ბევრი ნახვები და არც ნერვიულობ, იმიტომ რომ იყოს რამდენიც არის, მაგრამ თუნდაც ამათთვის თუ არ მე საჭირო, ბედნიერი ვარ მართლა ძალიან, ეს ყოველას არჩევანია, ვინ რა სტადიაზე არის. რა არის აბა სურვილი. ნახეთ რა ხდება, ახლა აქ არის როგორი მომენტი, თქვენ აქ რაღაცა რა სფეროში თქვენ გაგიმართლებს. მე даже რას ვეთყოდი, იცით, აქ რაღაცა პერიოდი, რომელიც გქონდათ, სადაც აი ის სფერო, სადაც თქვენ გქონდათ დიდი ხანი სტაგნაცია, მოდით ასე ვთქვათ, თქვენ თითქოს გამოდიხართ იქიდან. მიხვდით? აი ეს არის რა, რომ ძალიან საიდანაც გინდოდა თქვენ რომ რა სფერო, აქ даже ნახეთ არ გვაჩვენებენ, უფრო გვაჩვენეს როგორ ის ყოველს თქვენი
თქვენი ხო? ანუ ის სფერო, რომელშიც იყო შენთან სტაგნაცია, რაზეც იყავე მიჯაჭვული, აი ეს სიტუაცია შენი ცხოვრებიდან უნდა წავიდეს, შეიცვალოს, მიხვდით? იმიტომ რომ აქ შეიძლება დაუშვათ იყავით რაღაცა სამსახურში, რომელზეც იყავით დამოკიდებული, ვერ გადიოდეთ იმ სამსახურიდან, მაგრამ მოვიდა დრო და თქვენ დაუშვათ ეხლა წახალთ ახალ გზაზე. თუ ეხლა დავჟე უკვე ფიქრობთ, ან დიდხანს ფიქრობთ, მაგრამ რაღაცა გაჩერებდათ, არ გაძლევდათ თქვენ საშუალებას და აი ეხლა თქვენ მოგეცემათ საშუალება, რომ წინსვლა გექნებათ. მიხვდით? ნუ უფრო რომელი სფერო მოდით კი დავაზუსტოთ, მაგრამ მაინც მე მინდა რომ აი ყველამ თავისთვის უფრო იცოდე რომ უფრო რომელი სფეროს შევეხო. ნუ აქ ფინანსების სხვათა შორის, აი ეგრევე წინდაკლების მეფე რო დავენახე კი, აქ ფინანსური თემა არის და სამსახურებრივი ნახეთ, თუ დაუშვათ ფინანსებს შენ, აი ნახეთ, აქ ქონდა შენ დაუშვათ ნორმალურად მე არ ვიზახე რომ ხა ბოლო ლუკმას ჭამდე. არა, ქონდა თქვათ რაღაცა, მაგრამ ფიქრობდი უფრო მეცე, ხო? და ეძებდი რაღაცა ვარიანტებს. აი აქ გვაჩვენებენ ჩვენ რომ ამ ვარიანტებს ნახავ. რასაც ელოდებოდი, ხო? გამოდი ხა თითქოს რა ხო გეუბნებით, მუშაობდი, აკეთებდი, ეხლა უფრო ის ანუ მიიღებ იმას, რაც დაიმსახურა, იმიტომ რომ დიდი ფული გინდოდა თქვენ და აი ზუსტად გაგიხსნებათ ეს გზა და ვიღაცას ექნება ძალიან დიდი, ნუ კიდე პენტაკლები, რა გავაკეთო მითხარით რა. რა გავაკეთო და ძალიან გაგიხარდებათ. აი ძალიან ბედნიერი იქნებით ამ სფეროში, კი ბატონო. და თან ეს სიტუაცია, რომელიც შეიცვლება, ეს მუდმივი თითქოს აი არ არის მარტო სექტემბერში რა. ანუ წავა და გაყვება თქვენ კიდე, გაყვებათ. გამოდიხართ რაღაცასთან სტაგნაციის შანსები გეძლევათ ისევ იმპერატრიცა. კი. აი ეს უფრო ეს ფინანსური სფერო უფრო. всё, ჩემო სიხარულებო, მე მგონი კარგი გაშლა გქონდა ჩვენ დღეს. მე რა თქმა უნდა გისურვებთ მხოლოდ და მხოლოდ ყველაფერს კარგს, თუ რამე არსებობს.